სად გააქრეთ ჩვენი მეგობრები, შეიცვალოს ანტიჰუმანური კანონი. გაუჩინარებული მიუსაფარი ძაღლების დასაცავად ცხოველთა უფლებადამცველებმა და აქტივისტებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან მიუსაფარი ძაღლების გაუჩინარებაზე პასუხს ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა უსაფრთხო სტერილიზაცია და ძაღლების იმ ადგილზე დაბრუნება, საიდანაც მათ სურსათის სააგენტო აიყვანს. თბილისი ენერჯი უარყოფს, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. CO-ს ან გაზის გაჟონვის კვალი არ ფიქსირდება. შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის, აცხადებს კომპანია. მარკეთილში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მოხდით დაიწყო. YouTube-მა სანქციების გამო ბელარუსის 3 სახელმწიფო პროპაგანდისტული არხი წაშალა, მათ შორისაა ყველაზე მსხვილი სახელმწიფო მედია საშუალება ბელტა. ბელარუსის ინფორმაციის სამინისტრომ ამ ქმედებას არამეგობრული და დაუსაბუთებელი უწოდა და განაცხადა, რომ იტოვებს საპასუხო ზომების მიღების უფლებას. ბოლო 24 საათში რუსების თავდასხმებს უკრაინაში სულ მცირედ 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 5 ადამიანი ნიკოპოლის, 6 კი კრამატორსკის დაბომბვისას დაიღუპა. დაშავებულების რიცხვი 30-ად საჭარბებს, მათ შორის არიან ბავშვებიც. იერიშევის საოკუპაციო არმიამ დრონებით ბაზარსა და საცხოვრებელ უბნებზე მიიტანა.